ახლა რა სიტუაციაც არის ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამას გამოუხმაურებლად ვერ დავტოვებდით და უკვე მეოთხე მსვლელობა, რასაც მართავთ საპროტესტო და ჩვენი ხმა გვინდა გავაგონოთ ჩვენი წილი მოქალაქეების, იმიტომ რომ როგორც იცით, უკვე ძალიან ბევრმა ჯგუფმა თავისი აზრი გამოთქვა და ჩვენი აზრიც გვინდა იყოს ძალიან კაფეოდ დაფიქსირებული, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას ნამდვილად ვერ შევეგუებით და ვერ მივიღებთ. სულ ამას ვიძახი და ყოველთვის ამას გავიმეორებ, რომ გარდა იმ მთავარი მოთხოვნებისა, რაც დღეს ქვეყანაში აქვს თითქმის ყველა ადამიანს, ვისაც ჩვენი დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება უნდა, ჩემი ძალიან დიდი გულის ტკივილი არის ის, რომ ჩემი როგორც ერთი მოქალაქის ხმა არსად არ ისმის და დღევანდელ მსვლელობაში მონაწილეობაზე ზუსტად ეგ მიზანი მაქვს, როგორც ყოველდღიურად ვიღებ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, დღესაც ეგ არის ჩემი მთავარი მიზანი, რომ ჩემი ხმა მინდა რომ ისმოდეს. და არ მინდა რომ ეს ქვეყანა იყოს ისეთ დღეში, როგორშიც დღეს არის, როდესაც პოლიცია შეუძლია უყუროს, როგორ ურტყავს ტიტუშკა მოქალაქეს და რეაქცია არ ქონდეს ამაზე, რაც უკვე ძალიან საშიში ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა, რაც ქვეყანაში ხდება, აი არ ვიცი, ყოველდღე ისეთი რაღაცა ემატება, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი არ გაღიზიანებული. მე პირადად ვიცნობ ოცნების მხარდამჭერებსაც, რომლებიც უკვე ასევე გაოცებულები არიან და ასევე აქციებზე არიან გამოსვლები.